მოქალაქეთა სამოქალაქო ოპოზიციას რეჟიმის შურის ძიებით პასუხობს. ივანიშვილის დეპუტატები საქართველოს მოქალაქეს ფიზიკურად მას შემდეგ გაუსწორდნენ, რაც აბუ-დაბიში კონცერტზე ჩასულ ირაკლი ზარქუას და ვიქტორ სანიკიძეს ლაშა გაბიტაშვილმა მონა უწოდა. დღეს სასტუმროში საუზმეზე ჩასულ გაბიტაშვილ ზარქუა, სანიკიძე და გელა სამხარაული თავს დაესხნენ. ამ წუთებში ზარქუა სამართალდამცველებს აძლევს ჩვენებას. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოძალადეების მხრიდან დაკავებულია ერთ-ერთი პირი ნატალი ჯახუტაშვილი არკვევს დეტალებს და დამატებითი ინფორმაციით სწორედ ის ჩაგორთვება პირდაპირ ეთერში გისმენ ნატალი. დიახ, დავიწყოთ ბოლო ცნობებით გავრცელებული ინფორმაციით აბუ-დაბიში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებულია ერთი პირი, ვინმე გიორგი გოგოლაძე, რომელიც ასევე იღებდა მონაწილეობას ჩხუბში. კადრებშიც ჩანს, რომ ამ ადამიანმა თებში ისროლა საქართველოს მოქალაქის ლაშა გაბიტაშვილის მიმართულებით და როგორც ვრცელდება ინფორმაცია, ნასროლი თებშის შედეგად დაშავდა სასტუმროს ერთ-ერთი თანამშრომელი, რის შემდეგადაც ადგილზე გამოიძახეს ემირატების პოლიცია და როდესაც სამართალდამცველები გამოცხადდნენ სასტუმროში ეს ადამიანი გიორგი გოგოლაძე მაშინვე აიყვანეს. დიდი ალბათობით გიორგი გოგოლაძე ქართული ოცნების წევრებთან ერთად ჩამოვიდა აბუ-დაბიში დასასვენებლად. სავარაუდოდ ის მათი თანმხლები პირია და შეგახსენებთ, რომ ამ ანგარიშწორებაში დაკავებულის გარდა მონაწილეობას იღებდნენ არალეგიტიმური პარლამენტის წევრები. ესენი არიან ვიქტორ სანიკიძე, ირაკლი ზარქუა და გელა სამხარაული. გადაღებულ კადრებში ჩანს და ამ გადაღებული ვიდეოებით დასტურდება, რომ ისინი ნამდვილად ურტყამენ გამეტებით საქართველოს მოქალაქეს. ასევე ქართული ოცნების ამ წარმომადგენლებთან ერთად აბუ-დაბის სასტუმროში იმყოფება კიდევ ერთი ეგრეთ წოდებული დეპუტატი გოჩა ენუქიძე, თუმცა ის ამ ჩხუბში და ამ ინციდენტში არ ფიგურირებს. რაც შეეხება დაზარალებულს, ის გადაიყვანეს სულ ცოტა ხნის წინ კლინიკაში და მას აღენიშნება დაზიანებების სხეულისა და თავის არეში. და კიდევ ერთი საინტერესო დეტალია, კადრებშიც ჩანს და მაყურებელი იხილავს ამ წუთებში ამ კადრებს, როდესაც ირაკლი ზარქუა მიდის ლაშა გაბიტაშვილთან და როდესაც ბიძინა ივანიშვილის გუნდის წევრი თავს დაესხა საქართველოს მოქალაქეს მისი პოზიციონირების გამო. ამ კადრებში ჩანს, რომ გვერდზე მაგიდაზე დედა ჩვილ ბავშვთან ერთად ზის და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბეწვზე გადარჩა ეს რამდენიმე თვის ბავშვი, რომ არ დაშავებულიყო და თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ახლა რა ხდებოდა დღეს აბუ-დაბის ერთ-ერთ სასტუმროში. ჩვეულებრივად საუზმეზე ჩამოვედი, ეხა ამათ ეგონათ რომ შემეშინდებოდა, მაგრამ რაღაც სასტუმროში მარტო ვარ ჩემი უღლესთან ერთად და ვიჯექი ჩემთვის და ზარქუას ალბათ გუშინდელმა ვიდეოებმა და თელმა იმ ტკივილმა, რაც გუშინ მიიღო რუსული ღალატისთვის და პირდაპირ პირში რომ ვეძახე, ამან ვერ მოითმინა და ალბათ საკალათბურთო თელმა სფერომ სანიკიძეს ისე დასცინა და მე ყველა მაიგდო რომ გამწარებულები, გაგიჟებულები იყვნენ და მომუვარდნენ, მაგრამ ნუ რა, ეხა მაგას ხო ველოდი, ეგ ხო ვიცი ჩვეულებრივი ამბავია, პატარა კაცების ამბავია, არაფერს არ გვეშინია. ქართული ოცნების წევრები სავარაუდოდ ამ წუთებშიც იკითხებიან. სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა სოციალურ ქსელში ფოტო, სადაც ჩანს, რომ სასტუმროს ფოიეში ირაკლი ზარქუას ესაუბრებიან პოლიციელები და შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამ ინციდენტთან დაკავშირებით მოკვლევა დაწყებულია, თუმცა ჯერჯერობით უცნობია ოფიციალურად გამოძიება აღიძრა თუ არა ამ ჩხუბთან დაკავშირებით. ოპოზიციური პარტიები პირდაპირ ამბობენ, რომ საზოგადოებაში
დღეს, რომ ასეთი დაპირისპირება ამაზე პასუხისმგებელი მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმია, რომელიც უსამართლოდ ექცევა თავის ხალხს, რომელიც რეპრესიებს ახორციელებს საქართველოს მოქალაქეებზე და შესაბამისად ოპონენტები აცხადებენ, რომ ძალიან ბუნებრივი რეაქცია აქვთ ადამიანებს, რაც შეეხება ქართული ოცნების ქცევას ამაზე ოპოზიციურ სპექტრში, რა თქმა უნდა, ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილის გუნდის წევრებს აქვთ კრიმინალური ქურდული მენტალობა, მათთვის არ არის მნიშვნელოვანი კანონის უზენაესობა და მათი განცხადებით ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს ადამიანები არიან პარლამენტის წევრები, საჯარო პირები და მათ აქვთ თმენის ვალდებულება, თუმცა რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ამ ადამიანებისთვის უინტერესოა. ყველა დეპუტატს ჯერ ერთი აქვს თმენის ვალდებულება და კეთილი ინებონ და თმენის ვალდებულების პარაგრაფში მოითმინონ და ეს ვთქვათ მიიღონ ის, რაც დაიმსახურეს მათ და ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურად ყველანაირ ძალადობას ვემიჯნებით და ვგმობთ, ამის და მიუხედავად ძალიან კარგად გვესმის, რომ ესეთი შემთხვევები სწორედ უკავშირდება ოცნების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს. სხვა არაფერი ამის ფუნდამენტი და ეს უნდა გაიგოს აბსოლუტურად ქართული ოცნების ყველა წარმომადგენელმა, რომ ეს არის მათი პასუხისმგებლობა და გამოსავალი მათ აქვთ. ამ სიტუაციიდან გამოსავალი არის დროულად დანიშნულ ხელახალი არჩევნები და ეს დაპირისპირება დაასრულონ საზოგადოებაში. ეს ინციდენტი რაც არის აღბეჭდილი და ნაჩვენები თავად აი ამ ვიდეო კადრებში კარგად აჩვენებს ქართული ოცნების ხასიათს, მიპარვას, 3 ერთზე თუ 4 ერთზე თავდასხმას და აი ამ ზონდერული სულის გამოვლენას, რასაც ზოგადად ქართული ოცნების მაღალჩინოსნები საქართველოში ეწევიან. ეთყობა დუბაიში ბატონი ზვიად ხარაზიშვილი ვეღარ წაიყვანეს თავის ზონდერებთან ერთად, თორემ ამ ადამიანს, რომელმაც გამოხატა ჩემი აზრით ქართული ხალხის დიდი ნაწილი სათქმელი, კიდევ უფრო მეტად გაუსწორდებოდნენ ფიზიკურად. დღევანდელი ვენდეტა და შურისძიება, გუშინდელი ინციდენტის გაგრძელება, ყველაფერი დაიწყო გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ეს ვიდეოები თავდაპირველად საქართველოს ერთ-ერთმა მოქალაქემ სასტუმროში დააფიქსირა ქართული ოცნების ეს წარმომადგენლები, მათთან მივიდა და დააფიქსირა საკუთარი პოზიცია ქართული ოცნების პოლიტიკასთან დაკავშირებით, ის მონას უწოდებდა ირაკლი ზარქუას და სხვა ეგრეთ წოდებულ დეპუტატებს, აცხადებდა, რომ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი დღეს რეპრესიებს ახორციელებს მოქალაქეებზე და მან გაიხსენა ბათუმში მომხდარი ინციდენტი, როდესაც რამდენიმე დღის წინ მასობრივად დააკავეს მოქალაქეები, მათ შორის ჟურნალისტი სრულიად უსაფუძვლოდ, უკანონოდ და ამაზე პასუხს თხოვდა ქართული ოცნების წევრებს. ეს ამ ყველაფერმა გაღიზიანება გამოიწვია ქართული ოცნების ეგრეთ წოდებულ დეპუტატებში, ერთმანეთს შორის ადგილი ჰქონდა გუშინ სიტყვიერ დაპირისპირებას, შეურაცხყოფას აყენებდნენ მხარეები ერთმანეთს. დღეს კი უკვე მთელმა საქართველომ იხილა კადრები, როგორ იძიეს შური ქართული ოცნების წევრებმა საქართველოს მოქალაქეზე.